შეიძლება თუ არა მოგზაურობა ორსულისთვის და რა უნდა გაითვალისწინოს მან. რასაკვირველია, ორსულისთვის შეიძლება მოგზაურობა, მაგრამ თუ მოგზაურობას სჭირდება რამდენიმე საათი, მან უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობები. პირველი ის, რომ უნდა ეცადო, როცა მოგზაურობ, იქნება ეს ავტომობილით, ან თვითმფრინავით, ან შეიძლება მატარებლით, დიდხანს არ იჯდე ერთ ადგილას და გქონდეს შესაძლებლობა ფეხით გაიარო. იქნება ეს ავტომობილით, თქვათ, შეისვენო, გააჩერო ავტომობილი და გაისეირნო, ან რკინიგზით, ანუ მატარებლით როცა ხარ, უბრალოდ ვაგონში შეიძლება გაისეირნო და იგივენაირად თვითმფრინავში. ანუ დაახლოებით ყოველ 40 წუთში შეიძლება ითქვას, შეგიძლია ადგე და იარო. დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში. მეორე, მგზავრობისას უნდა სვა ბევრი სითხე, ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. იქნება ეს ავტომობილით თუ მატარებლით მგზავრობისას და განსაკუთრებით როცა მგზავრობ თვითმფრინავით. თვითმფრინავში ჰაერი მშრალია და ადვილად ხდება კანის გამოშრობა, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ორსულობის რომელი პერიოდია ყველაზე უფრო სასურველი მგზავრობისთვის? რასაკვირველია, მეორე ტრიმესტრი. მეორე ტრიმესტრი ეს ნიშნავს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე თვეები ორსულობის. დაახლოებით 13 კვირიდან 34-35 კვირამდე. თუ მგზავრობა 1 საათზე მეტხანს მიმდინარეობს, აუცილებლად წინასწარ ჩაიცვით კომპრესიული გეტრები, რომელიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და მისი შეძენა შეიძლება ქსელურ აფთიაქებში. ნებისმიერ მგზავრობასთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.